ქეთევან ბუდაღაშვილს უნდა ვუხმოთ ახლა სტუდიაში, რომელსაც არასდროს ერევა საინტერესო თემები. ქეთევან, დილამშვიდობისა და გისმენთ. დილამშვიდობისა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. იქამდე ვიდრე გეტყვით რა თემი შემოგერცდით დღეს, ერთი კითხვა მაქვს ორივესთან. გიხარიათ რომ გაზაფხულია? გიხარია, მაგრამ სად არის აბა? ხო, აი მე ძალიან მიხარო და სანამ არ ვნახავდი ფოტოს და ვიდეოს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოგვიგზავნეს და არ შემიძლია რომ ეს ფოტო და ვიდეო არ გაჩვენოთ. აი ამ წუთებში ეს ფოტო გადაღებულია ნუცუბიძეზე. ამ წუთებში როგორც ხედავთ თავს და თან ძალიან ძლიერად მე არ ვიცი თბილისში აქამდე თუ მომხდარა ასეთი რამ აპრილში, თუმცა ფაქტია რომ ჩვენთან გაზაფხული ჯერ არ დამდგარა და ვინც ჯერ გარეთ არ გამოსულ ხართ, ჩემი რჩევა იქნება რომ აუცილებლად ჩაიცვათ თბილად. და ხეთ ვიდეოც არის. ახალი ტერმინი გადავციოთ ცოტათი ეს ნუცუბიძეზე. აბა დაიჯერეთ? რავი, რაღაც დღეს როგორ გარიაფელი? აი, მე მგონი გამომივიდა, ხო? შეხედე, შეგვიძლია პლასმაზე. ცდილს ვიღაცა მაინც მოიტყუა, და რაღაც ძალიან და როგორც ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე, მოტყუება ადვილია და როგორც ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი ამბობდა, დღეს არის ის დღე, როდესაც ყველას გვახსენდება როგორები ვართ სინამდვილეში დანარჩენი 364 ან 365 დღის განმავლობაში. მივხვდით ალბათ დღეს ჩვენი თემაა 1 აპრილი, ეს არის დღე, როდესაც ახლობლების, მეგობრების და თუნდაც მთელი სამყაროს მოტყუების და ხუმრობის ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა არ არის დაზუსტებული სად, რა დროს და რომელ ქვეყანაში წარმოიშვა. თუმცა ყველაზე პოპულარული მტკიცების თანახმად, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც ყავს, ეს ტრადიცია, ეგრეთ წოდებული გასულელების ტრადიცია დაიბადა საფრანგეთში. საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც იულიანური კალენდრიდან გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის აღნიშვნა 1 აპრილიდან გადაინაცვლა 1 იანვარს. თუმცა საფრანგეთში ამ კალენდარული ცვლილების ცნობამ ბევრ ადგილზე უცბად ვერ მიაღწია, ამიტომ საფრანგეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანები ახალ წელს ისევ იწყებდნენ აპრილით და ეს ადამიანები გახდნენ დაცინვის ობიექტები და მათ აპრილის სულელები უწოდეს. სწორედ ამის შემდეგ გავრცელებული ცნობის თანახმად 1 აპრილს ტრადიციად იქცა ადამიანების მსუბუქი დაცინვა და გაქილიკება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ხუმრობის მასშტაბები გაიზარდა და გაზეთების გამოჩენამ და მედიის განვითარებამ მსოფლიოს მოსდო სა-1 აპრილო ხუმრობები. წარმოიდგინეთ, ალბათ მას შემდეგ რამდენჯერ მოატყუეს ადამიანები და იხუმრეს და მე ვეცადე მათგან რამდენიმე ყველაზე საინტერესო შემორჩია დღეს თქვენთვის. მაგალითად, 1933 წლის 1 აპრილს გაზეთმა კაპიტალ ნიუსმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ასეთი ცნობა. დღეს გამთენიისას კაპიტოლიუმის მშვენიერი შენობა ნანგრევებად იქცა. შენობის მთავარი თაღი იდუმალებით მოცული აფეთქებების შედეგად ჩამოემხო. მოგეხსენებათ, ამ შენობაში 1800 წლიდან ითვისებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა ეს ახალი ამბავი. ამ სტატიის ქვემოთ მოთავსებული იყო დანგრეული კაპიტოლიუმის შენობის ფოტოც. გაზეთი უწყებოდა, რომ აფეთქება დილის 8 ნახევარზე მოხდა და ნანგრევებში მოყვნენ ადამიანები, თუმცა აქვე იყო ცნობა, რომ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა სერიოზულად. და ამ სტატიას თან ერთვოდა ძალიან წვრილი შრიფტით დაწერილი რუბრიკის სათაური სა-1 აპრილო ხუმრობა, რომელსაც რა თქმა უნდა ამერიკელების დიდმა ნაწილმა ყურადღება არ მიაქცია და სანამ გაიგებდნენ, რომ ეს იყო მართლაც სა-1 აპრილო ხუმრობა, ძალიან დიდი პანიკა იყო ზოგიერთ ქალაქში. შემდეგ ტელევიზიები 50-იანი წლების ბოლოს ჩაერთნენ ამ სა-1 აპრილო ხუმრობაში და ჩემი ფავორიტია, ასე ვთქვათ, BBC, რომელმაც 1957 წლის 1 აპრილს საინფორმაციო გადაცემაში გაუშვა სიუჟეტი, რომ სამხრეთ შვეიცარიაში ფერმერებმა მაკარონის არნახული მოსავალი მიიღეს და ამ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რომ შვეიცარიის ერთ-ერთ სოფელში ფერმერები პირდაპირ ხიდან კრებდნენ მაკარონს. სხვათა შორის მაყურებლების უმრავლესობამ დაიჯერა, რომ ხეზე იზრდება მაკარონი. BBC-ზე არ წყდებოდა სატელეფონო ზარები, კითხულობდნენ, როგორ შეიძლება საშინაო პირობებში მაკარონის მოყვანა და სხვათა შორის ეს სიუჟეტი მთავრდებოდა სიტყვებით არაფერია საკუთარ ეზოში, საკუთარი ხელით მოყვანილ მაკარონზე გემრიელი. ეს ხუმრობა იქცა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ცნობილ სა-1 აპრილო ხუმრობად, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, წარმომიდგენია, ბევრი ალბათ ძალიან არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც BBC-მ შეძლო ადამიანების მოტყუება. აი ამ მაკარონების ამბიდან 19 წლის შემდეგ BBC-ს რადიოში პირდაპირ ეთერში მიწვეულმა სტუმარმა ასტრონომმა
ეკონომმა პატრიკ მურმა მშობლიურ ბრიტანეთს ამცნო, რომ ზუსტად 9 საათსა და 47 წუთზე პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა და დედამიწის გრავიტაციას შეასუსტებდა. მურის მტკიცებით ამ დროს ჰაერში აფრინდებოდით, იგრძნობდით რაღაც განსაკუთრებულ სიმსუბუქეს და რამდენიმე წამით ჰაერშიც კი გაჩერდებოდით და ზუსტად 9 საათისა და 47 წუთის შემდეგ რეკავდნენ BBC-ს რადიოში და კითხულობდნენ, რატომ ვერ შეძლეს აფრენა და გაფრენა. აი დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ და ალბათ ადამიანებმაც წარმოიდგინეს. ასეთივე უცნაური ხუმრობა და ტყუილი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, მოიფიქრა ერთ-ერთმა ლათინურმა რადიოსადგურმა და ესეც მე პირადად ძალიან მომეწონა. 1979 წლის 1 აპრილს ეს რადიოსადგური უწყებოდა, რომ ყოველწლიურად ზაფხულის დროზე გადასვლისა და შემდეგ უკან დაბრუნების გამო ბრიტანეთმა მსოფლიოს 48 საათით გაუსწრო. და ამიტომ 2 დღით ჩამორჩენილ მსოფლიოს ბრიტანეთი უნდა დაალოდებოდა და ამიტომ კალენდრიდან ამოიღეს 12 აპრილი. ესე იგი, ბრიტანეთში ოფიციალურად 4 აპრილის შემდეგ უნდა ყოფილიყო 6 აპრილი და 11 აპრილის შემდეგ პირდაპირ 13 აპრილი. სხვათა შორის რეკავდნენ და ეკითხებოდნენ, რომ მიიღებდნენ თუ არა ადამიანები ამ 2 დღის საკუთარ გაუქმებულ ხელფას. ან ზოგი ამბობდა, რომ თუ გაუქმებაზე იყო საუბარი, 13 აპრილი გაეუქმებინათ, იმიტომ რომ თარსი რიცხვი იყო. ხო და ერთ-ერთი ადამიანი ძალიან განიცდიდა თურმე, რომ აი 5 არ ხედავთ 5 აპრილს კალენდარზე, რომ 5 აპრილი მისი დაბადების დღე იყო და რა უნდა ექნა, როდესაც 5 აპრილი აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც საპირველო აპრილო ხუმრობა არ იწვევს სიცილს, იმიტომ რომ ადამიანებს ზოგჯერ რეალური ამბები აღარ სჯეროდათ ამ ხუმრობების გამო. და ერთხელ მაგალითად წარმოიდგინეთ, როდესაც გაზეთში თქვენი ოჯახის წევრის ციხიდან გათავისუფლების შესახებ ცნობას კითხულობთ, შეწყალებას მიდიხართ ციხესთან და გეუბნებიან, რომ ეს არის საპირველო აპრილო ხუმრობა. ეს იყო დამეთანხმებით ძალიან ცუდი ხუმრობა, რომელიც ერთ-ერთმა რუმინულმა გაზეთმა 2000 წელს გამოაქვეყნა. და საპირველო აპრილო ხუმრობების გამო 1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. და მიზეზი იყო ის, რომ ბევრმა ადამიანმა რადიო გამოშვებებში გაფრთხილებები არ დაიჯერა, მათ ეგონათ, რომ ეს იყო საპირველო აპრილო ხუმრობა და როდესაც საკუთარი თვალით დაინახეს მათ ცუნამი, უკვე ეს ძალიან დაგვიანებული იყო, როგორც უკვე გითხარით, 165 ადამიანი იმსხვერპლა ცუნამმა, ათასობით დარჩა უსახლკაროდ. და ასევე 1 აპრილის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნება ალიასკაზე, გაინტერესებთ ალბათ რატომ 1974 წლის 1 აპრილს ქალაქ სიტკას მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩამქრალმა ვულკანმა გაიღვიძა და ცაში კვამლის ბოლქვებს აფრქვევდა. თუმცა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ეს იყო ხუმრობა, იხუმრა ადგილობრივმა ოლივერმა, რომელმაც ძველი საბურავების უზარმაზარი გროვა ჩაყარა ვულკანის კრატერში და ცეცხლი წაუკიდა. ამ ამბიდან 6 წლის შემდეგ, როდესაც ვულკანმა ნამდვილად გაიღვიძა, მცხოვრებლებმა აღარ დაუჯერეს და სხვათა შორის ოლივერს წერილიც კი გაუგზავნეს, რომ ოლივერ შენ უკვე ძალიან ღრმად შეტოვე. ის საბურავები ხო არ ამოყარა ზემოდან თან რაც იქ ჩაყარა. ამას ვერ გეტყვი და კიდევ ერთი მინდა ბოლოს დავამატო. 1980 წლის 1 აპრილს ქალაქ ბელოგორსკში მთლიანად დაიწვა სახანძრო ნაწილი, იმიტომ რომ საპირველო აპრილო ხუმრობების გამო ადამიანები რეკავდნენ სახანძროში და ამ ცრუ გამოძახებების გამო მეხანძრეებმა გადაწყვიტეს, რომ აღარ ეპასუხათ ცოტა ხნით ზარებისთვის, ნარდის თამაში დაიწყეს, თუმცა ამ დროს ცეცხლი მოეკიდა ძალიან დიდ ტერიტორიას, ქარს ბორი საპირისპირო მიმართულებით მიჰქონდა და როდესაც მეხანძრეებმა უკვე ცეცხლი შეამჩნიეს, ძალიან დაგვიანებული იყო. ფაქტობრივად განადგურდა სახანძრო ნაწილი და მას შემდეგ ნაწილის მორიგე, უფროსი და ყველა მეხანძრე, რომელიც იმ დღეს მუშაობდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ შემთხვევების შემდეგ ალბათ კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ უნდა ვიხუმროთ ისე, რომ არ დავაზიანოთ არავინ და არც გავაბრაზოთ არავინ. ხშირად ამბობენ, რომ ამ დღეს ბევრი უნდა მოვიტყუოთ, რომ მთელი 364 წლის ტყუილების მარაგი ამოვწუროთ. მე რა თქმა უნდა ტყუილების ხმას არ გირჩევთ, თუმცა 1 აპრილს თუ ვიხუმრებთ, რა თქმა უნდა კეთილი ხუმრობით, მე მგონი ამით არაფერს დავაშავებთ.